გუშინ 14 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონსა და ერევანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას მოაწერეს ხელი. ქარტია ადგენს ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლობის ჩარჩოს და ითვალისწინებს დემოკრატიის, სამართლიანობისა და ინკლუზიურობის განმტკიცებას. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში. ჩვენ ქმნით ამერიკის შეერთებული შტატების სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას. ეს კომისია გვაძლევს ჩარჩოს, რომლითაც გავაფართოებს თანამშრომლობას ეკონომიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროებსა თუ სასამართლო სისტემაში. ყოველი ასეთი საერთო ინტერესი ჩვენს პარტნიორობას განამტკიცებს. ენტონი ბლინკენმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ეს ქარტია მნიშვნელოვანია კავკასიელ ხალხთა უსაფრთხოებისა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. მისივე თქმით, სომხეთთან მოლაპარაკებები 123 შეთანხმების შესახებ დაიწყება. ვაფასებთ შეერთებული შტატების ჩართულობას, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. გვიჯერა, რომ სტაბილური და განვითარებული სამხრეთი კავკასია ყველა რეგიონული აქტორისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. სომხეთი რჩება მშვიდობის დღის წესრიგის ერთგული და ამ მიზნის მისაღწევად შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის მზადაა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ სომხეთთან ბირთვული ენერგიის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობაც იგეგმება.